ლელო ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძეა ჩვენი სტუმარი დიდი მადლობა ირაკლი სტუმრობისთვის და ბუნებრივია პირველ რიგში თქვენთან დავიწყებ იმ კითხვით თქვენ თქვით რომ სწორ დროს საზოგადოება შეიტყობს ჩვენს გადაწყვეტილებას როდის დადგება ეს სწორი დრო სულ ამ კითხვით ვიღებრივ იქნებ ოდესმე ამ სტუდიაში საბოლოო პასუხი ლელოსი მოვისმინო მაგრამ მაინც როდის მოვა ეს დიდებული წამები ხო ნამდვილად სად არის ამ წუთას პარტია ლელო გადაწყვეტილების მიღების პროცესში დავიწყოთ ამით კი ბატონო პირველ რიგში ჩვენ როცა გავხსენით მსჯელობა დისკუსია ჩვენ გქონდა კონკრეტული პოზიციები მონაწილეობასთან, არ მონაწილეობასთან, პოზიტიური, ნეგატიური მხარე. ეს რომ მოვიხსნა მგონი შეიძლება ხო უკვე. თქვენ სტუმარს უსმენთ, ამიტომ შეგიძლია მოიხსნა. გქონდა არგუმენტები ორივე მხარეს და გქონდა ჩვენი გზის ხედვა. რა უნდა ყოფილიყო ეს გზა? ეს გზა უნდა ყოფილიყო შეთანხმება, ერთობა სტაბილური, მკაფიო, ერთგზავნილზე ჩამოყალიბებული საარჩევნო კამპანია შეთანხმებებით, კონსოლიდაციით და მათ შორის სრული კოორდინაციით ოპოზიციურ ფლანგზე. ამისთვის არ ჩანს. ხო, ამისთვის ითქვას რომ ეს უკვე შეუძლებელი მისია გახდა. არ ვფიქრობ მაინც რომ შეუძლებელია, თუმცა გართულდა და ამან უკვე დააჩქარა ჩვენი გადაწყვეტილების ვადებიც და პროცესიც. რა თქმა უნდა, შესაბამისად უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება უკვე საჯარო განცხადება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, გადაწყვეტილებებს ღებულობთ ერთხმად, პოლიცსაბჭოს მონაწილეობით, მათ შორის ჩვენი პარტიის ლიდერები ამჟამად საპატიმროში იმყოფებიან, ახალი ორი პოლიტპატიმარი გვყავს, ორივე ლიდერი, ერთი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, ისინი საპატიმროდან ახერხებენ ადვოკატების მეშვეობით ჩვენთან კომუნიკაციას, მათაც აქვს ჩამოყალიბებული პოზიციები. გადაწყვეტილების საბოლოო მიღებაში ისინიც მონაწილეობენ. რა თქმა უნდა, ლიდერები მონაწილეობენ გადაწყვეტილების პროცესში და ჩვენც ყოველდღიურად ვიკრიბებით, მსჯელობთ, ვცვლით მოსაზრებებს და ადვოკატები არიან უკვე ხიდი ჩვენსა და პოლიტპატიმრებს შორის. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. თქვენ საუბრობთ ერთიანობაზე უკაცრავად გადაწყვეტილეთ, მაგრამ აი თუნდაც 2 დღის წინ ამ ეთერში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი საუბრობდა, რომ ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ის ვერ იქნება აღქმული ოპოზიციად, ის იქნება რაღაც სისტემური ოპოზიციაო. და ეს ამას საუბრობდა როგორც თქვენზე, ისე ყველა სხვა პარტიაზე და ვნახეთ ზუსტად 2 დღის წინ ეს 8 პარტიის ასე ვთქვათ ერთობლივი განცხადება, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ და ვნახეთ ელენე ხოშტარიას შიმშილობა, იმიტომ რომ თქვენ არ მიგიღოთ მონაწილეობა. მოკლედ, დამეთანხმებით, რომ ოპოზიციაშიც ბევრი რაღაც არეულობა ჩანს ახლა და თქვენ საუბრობთ ერთიანობაზე და ამიტომ გეკითხებით, რომ ამის კონტურები აღარ ჩანს. ანუ თუ კი, აი რაღაც ძალიან ისე რომ თქვათ მკვეთრად, არც ნაციონალური მოძრაობა, არც პარტია ახალი და ის 8, ვინც ბოიკოტს უკვე დაუჭირა ერთობლივად, ხარი არ იღებს მონაწილეობას, ეს ლელოს გადაწყვეტილებაზე ვეღარ იმოქმედებს. ანუ ერთიანობა შეუძლებელია ეს ჩანს. ლელოს გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს მხოლოდ არგუმენტები. არგუმენტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, გვაქვს არგუმენტები, ვთქვათ, რატომ უფრო უნდა მივიღოთ მონაწილეობა ეგრეთ წოდებულ არჩევნებში. ჩვენ ამას როგორც სტანდარტულ არჩევნებს ასე არ უყურებთ. უყურებთ ბრძოლის ველს, სადაც მოქალაქეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი წუხილები, გამოხატონ საკუთარი პოზიცია პროაქტიულად, პასიურად კი არა, რომ ვთქვათ, რომ სახლში დავრჩეთ და არ გავიდეთ არჩევნებზე. არამედ აქტიურად გამოხატონ. ეს არის კამპანიის შესაძლებლობა, ეს არის მათ შორის საპროტესტო მუხტის გაძლიერების შესაძლებლობა, რუსთაველის გამზირის გაძლიერების შესაძლებლობა, გააჩნია ამას როგორ დაინახავ და როგორ დაგეგმავ. და ამ არგუმენტებს ჩვენ აუცილებლად ვეუბნებით ჩვენს მოქალაქეებს. მაგალითად, სიპებში და აიპებში, მერიასა და საკრებულოს დაქვემდებარებულ უწყებებში 40,000-მდე საჯარო მოხელე მუშაობს, რომლებიც რეპრესიის მსხვერპლი არიან. ნინო, ჩვენ ვხედავთ, რომ პერიოდულად თბილისის მერია სიამაყით აცხადებს, რომ გაათავისუფლეს სამსახურებიდან რიგი ადამიანები. მათაც სჭირდებათ გათავისუფლება და დახმარება. ის რეპრესია, რასაც იყენებს თვითმმართველობის დონეზე მუნიციპალიტეტი, ის შერჩევითი სამართალი სოციალურ შემწეობებთან დაკავშირებით, ის შერჩევითი სამართალი ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ამას პარტიული მექანიზმად იყენებს ქართული ოცნება. თუ შეიძლება რომ იბრძოლო და შეხვიდე წინააღმდეგობაში, არ უნდა თქვა არც ერთ ბრძოლის ველზე უარი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქის წუხილებზე აგებული და ეს წუხილები მრავალმხრივია ამ ქვეყანაში. ევროკავშირიდან და ევროინტეგრაციიდან დაწყებული, დამთავრებული შემოსავლით, უსაფრთხოებით, კომუნალური საკითხებით, გზით, წყლით და ასე შემდეგ. ეს პრობლემები არ მე მაგათ ნაძალადევის რაიონში ვცხოვრობ და დღემდე ხან გრაფიკით მომეწოდება წყალი, ნაძალადევის რაიონი ქალაქის ცენტრია რეალურად, არა ელიტური ცენტრი, მაგრამ შუაგული ქალაქია, სადაც ხედავთ, რომ
არც გზა გვაქვს ნორმალური. ლეჩხუმის ქუჩაზე ვცხოვრობ, ღიად ვამბობ, ხო? არც გზა არის საშინელი, ქვაფენილი, ირეცხება ყოველდღიურად. საერთოდ არაფერი არ არსებობს. ადამიანებს აქვთ ეს წუხილები და ამ წუხილებზეც აუცილებელია საუბარი და მათ შორის ყველა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვისაუბროთ ქალაქის პრობლემებზე, იმიტომ რომ ჯერ მე მაინტერესებს გადაწყვეტილების შინაარსი თქვენი და მინდა გითხოთ. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აი ჩვენი მონაწილეობით ეს არის ბრძოლის ერთი გზა და რაღაც ერთობლივად ეს პროტესტსაც გააძლიერებს, გააქვთ იმედი და ანუ ამ ბრძოლას იწყებთ ხელისუფლების წინააღმდეგ თუ ბრძოლა იწყება ოპოზიციაშიც. აი ეს რას ნიშნავს? თქვენ ერთობლივად შეძლებთ ამ ყველაფერს თუ რაღაც თქვენ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ ნაწილი ქუჩაში იქნება. ანუ როგორ ხედავთ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ სამოქმედო გეგმას? მესმის რომ ერთობლივ მონაწილეობა აღარ გამოდის. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ხშირად არის ხისტი, მაგალითად აი სანდრო, რომელიც შეფასებებში ცოტა უსამართლოც არის და ასე შემდეგ, არ უპასუხებ, იმიტომ რომ მარტივი მიზეზის გამო, აი მომდევნო გაგრძელებაშია ზუსტად რატომ არ უპასუხებ. ჩვენ ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით ოპოზიციის ოპოზიცია. რა თქმა უნდა, კრიტიკა გაგვაჩნია, მათ წარსულთან დაკავშირებითაც, როგორ უყურებენ ამ საკითხებს, მათ ეკონომიკურ პოლიტიკასთან იდეურად ეკონომიკურ პოლიტიკას მომავალს როგორ უყურებენ. მე მინდა რომ ხო ჯანდაცვა და განათლება ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან, რომ აქ ადამიანებს და მოქალაქეს განათლების, კომუნალური საკითხები და ჯანდაცვის საკითხები მხარდაჭერილი იყოს სახელმწიფოს მხრიდან. მე და სანდრო ამ საკითხებზე ვერ შევთანხმდებით. დარწმუნებული ვარ, ვერც მე და ზურაბ ჯაფარიძე ვერ შევთანხმდებით. მე მემარცხენე ვარ შინაგანად, გონია რომ ხალხზე ზრუნვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, კორუფციის გარეშე, რა თქმა უნდა, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე. ესეთ საკითხებზეც კი განსხვავდებით ერთმანეთისგან. თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ ვიყოთ ხელისუფლების ოპოზიცია, რომელიც არის სამართლიანი, რომელიც არის პრინციპული, რომელიც არის ჯიუტი მათ შორის საკუთარ გადაწყვეტილებებში, არ ეშინია არ ზეწოლის, არც დაკავების, არც პატიმრობის. რატო შედან დღეს მამკა ხაზარი და ბადრი ჯაფარიძე ციხეში? ეს ხო სასაცილო ამბავია. წულუკიანმა შექმნა რაღაცა კომისია, კოჭლი კომისია, სადაც ოპოზიცია უნდა იყოს უფრო მეტი წარმოდგენილი წესით. და ამ დროს პასუხია იქ რომ მანდატები თქვენდათ მეტ, არა ისე ვამბობ კომისიაზე ამ კრიტიკას წესია რა კანონში წერია რომ კომისია იქმნება მაშინ, როცა წარმოდგენილია ოპოზიციის წარმომადგენლობა უფრო მეტი ოპოზიცია პარლამენტში. გავიდა და ამიტომაც არის პარლამენტი. აღარაფერი აღარ აკეთოს პარლამენტმა. პარლამენტი დახურულია. მათი არგუმენტი ეს არის. პარლამენტი დაიხურა ჩვენთვის, ხო, ჩვენთვის და ჩვენი შეფასებით, რა თქმა უნდა, აბა ირაკლი კობახიძე სხვანაირად თulis დარწმუნებული ვარ. პარლამენტი დახურულია და ეს კომისია წინათ საცილო არ მისვლის გამო, სადაც გაცხადებული პოზიცია ჰქონდა რომ არ მივალთ ისედაც, ამის გამო გაუშვეს საპატიმროში. თუმცა აი გახარია რომ ჩაერთო, რა წააგო ან რა მოიგო, არ ვიცი. შეფასებას კი არ პოლიტიკური სტრატეგია იყო ოპოზიციის ყველა ლიდერისთვის, რომ კომისიაზე არ მისვლის გამო ისინი მოხვდებოდნენ საპატიმროში. ასეთი მოსაზრებაც კი მოვისმინე, რომ ეს რაღაც კამპანია ოპოზიციის ლიდერებისო, რომ ყველანი წავიდნენ ციხეში, რომ მე მეტი კრიტიკა დაიმსახუროს ხელისუფლება. ანუ ეს ხო ცნობილი იყო, თქვა. რატომ იყო უფრო უარესი თქვენთვის კომისიაზე წარდგენა, იმიტომ რომ გახარიათ წარდგა, მაგრამ აბოს მაინც არ ავაღიარებ ამ კომისიას, უბრალოდ ვიყენებს ამ ტრიბუნას. თქვა გამოიყენებინა იგივე ხაზარაძის იგივე ჯაფარიძეს ეს ტრიბუნა. და იქვე გაეცა პასუხი. არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა კომისიაზე წარდგებოდით თუ არ წარდგებოდით, ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, მარტივი მიზეზის გამო. ბიზნა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ოპოზიციური ლიდერების დაკავება. გადაწყვეტილი ჰქონდა ეს, თუმცა სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, ეს ხო პოლიტიკური კონტექსტია, მნიშვნელოვანი. ჰქონდა მაგალითად, არა, უკაცრავად, ჰქონდა ჯარიმის შესაძლებლობა და ჰქონდა პატიმრობის შესაძლებლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხო პოლიტიკური დავალება, რომელიც პოლიტიკურად მივიდა მურუსიძის სასამართლოში, სანდრო გირგულიანის მოსამართლის სასამართლოში. დღეს ეს არის სახე ქართული ოცნების სასამართლო სისტემისა. მივიდა ეს დავალება და ჯარიმის ნაცვლად გაუშვეს პატიმრობაში. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამაში 100% დარწმუნებული, მოქალაქეების დარწმუნებულები არიან. მაგალითად გახარია, რომელიც არ მივიდა, უბრალოდ მივიდა საგამოძიებო ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე. რა მოხდა? მას როგორც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, რა თქმა უნდა, ჰქონდა საკუთარი კონტაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაიგო იმის შესახებ, რომ უპირებენ დაკავებას სხვა მიზეზით, რაღაც გამოგონილი ჩორჩანის თუ ასე შემდეგ. დატოვა, იმიტომ რომ ის ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და იქნება აქტიურად ჩართული, როგორც აქტიურად შეიძლება დისტანციურადაც იყო ჩართული.
ეს პრობლემას არ წარმოადგენს თავის მხრივ, მას მე ესე ვარაუდობ და ეს ინფორმაცია გვაქვს, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ დაკავებას უპირებენ, საკმაოდ მძიმე შეკერილი მუხლით, მიუხედავად იმისა, რომ მე გახარ ეს ძალსახელ გულშემატკივარი, საბოტაჟის და ასე სავარაუდოდ ეს რაღაც სცენარია თეთრი ძაფით ნაკერი და მასაც დაკავა. მიხვალ არ მიხვალ, ქართულ ოცნებას ივანიშვილს არ აინტერესებს. ივანიშვილის მიზანია გააქროს ამ ქვეყანაში ოპოზიცია. ივანიშვილის მიზანია რა გააკეთა, აი მაგალითად ბოლო დღეებში თქვენ ადევნებთ დარწმუნებული ვართ თვალს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს. აი ნაციონალური მოძრაობის დროს დასაწყისში, როცა დაიწყო გააუქმეს შეზღუდვა და დაუშვეს მაგალითად სასამართლოებში გადაღების უფლება. ვიდეო კადრების გადაღების უფლება. გირგულიანის საქმე რომ მოხდა ეს დანაშაული, როცა ჩაიდინა ხელისუფლება ამაში თანამონაწილეობდა შემდეგ დაფარვაში, შემდეგ გაკრძალა ვიდეო გადაღება სასამართლო სისტემაში. ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. გააუქმა, გაიხსნა სასამართლო სისტემა, ქართული ოცნება სრულიად დაემსგავსა, უფრო მეტი უარესი სახე მიიღო ვიდრე ნაციონალურ მოძრაობამ და შემდეგ ისევ შემოიღო ეს შეზღუდვები. თუმცა ისინი თქვენ სიგნალია ყველაფრის. თქვენ ქმედებებს, თქვენ კონკრეტულს არა, მაგრამ ოპოზიციის მხარდამჭერების ეს ქმედებები მოყავთ, ხელისუფლება ამბობს, რომ სასამართლოს მუშაობის საშუალება აღარ ეძლევა ისეთი ვითარებას საშუალება, რომ ერთი კამერა ეს წერია განმარტებით ბარათში ყოველ შემთხვევაში, რაც არის კანონის მიღების საფუძველი. ისეთი რაღაცები წერია, ისეთი რაღაცები ამოდის ხოლმე ქართული ოცნების ლიდერების პირიდან, წარმოუდგენლად მერიდება ხოლმე. ნაწილი ჩემი ლექტორები იყვნენ, მე მათ ვიცნობდი ძალიან კარგად, მეგობრობდი, ვაფასებდი და ასე შემდეგ. მათ შორის ირაკლი კობახიძე. მე მასწავლიდა და შაბათ დღეს 18 წლის სტუდენტი დილის 9 საათზე იმისთვის ვდგებოდი, რომ მოვგისულიყავ და მომესმინა. მაგრამ ეს ადამიანები განსხვავებულები არიან სრულიად. მათ შორის ის სახელმძღვანელოები, თავისი სახელმძღვანელოები, რითიც გვასწავლიდნენ ჩვენ რითიც გვასწავლიდნენ, სადაც პოლიტიკურ სამართალს, მუნიციპალურ სამართალს, დღეს სხვანაირად უყურებენ. სხვანაირად, რაც უწერიათ, როგორც აკადემიკოსებს. სხვა რამეს გეკითხებთ, ეს სასამართლოზე უბრალოდ უნდა გადავიდეს ოპოზიციაზე, მაგრამ ხომ გვინახავს ძალადობის ფაქტები სასამართლო დარბაზებში, რაღაც მოსამართლის მისამართით, ძალადობის ფაქტები მრავალმხრივი ძალადობის ფაქტები მინახავს. მე მინახავს თაზო დათუნაშვილის დაკავების ველური კადრები, ის დაიჭირეს, იძალადეს, შემდეგ არც კი ჰქონდათ ასეთ შეყვანების უფლება და საათობით უბრალოდ გაქრა ეს ადამიანი, ჩააგდეს ქვევით არის ნულოვანი სართული, საკნები, რაღაცა დილეგები წარმოუდგენელი მდგომარეობით. მე ნამყოფი ვარ იქ და ვიცი, გავლილი მაქვს ეს უბედურება. ამ ვითარებაში ვართ. ამიტომ ეს ძალადობა მათი მხრიდან თვალნათელია და მთავარი ძალადობა ჩემთვის არის ის, რა გადაწყვეტილებებს ღებულობს სასამართლო სისტემა. სრულ მოწმეები, რომლებიც არიან დავალებული ქართულ ოცნებასთან და ახალგაზრდა ბიჭებს, გოგონებს, ექიმებს, მძღოლებს, პედაგოგებს, სკოლის მასწავლებლებს უშვებენ საპატიმროში. ყოველგვარი რაღაცა შინაარსობრივი წიაღსვლის გარეშე გავიგოთ რა მოხდა სინამდვილეში. თუნდაც ვიღაცას გადაცდომა ჰქონდა, არის თუ არა საჭირო ამ ტიპის სასჯელის გამოყენება. თუნდაც გადაცდომა მოხდა. მაგრამ პოლიტიკური პროცესია ეს ყველაფერი. სასამართლოში მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, ამიტომაც ჩვენ ამიტომ თვლით რომ აზრი არ ქონდა კომისიაში მონაწილეობას. იმიტომ ეს კითხვა და აქედან მოვედით ამ კარგით. კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვათ, თქვენ რომ ოპოზიცია ჩვენ არა და არასდროს არ ვიქნებითო. თუმცა თქვენივე, გირჩზე თქვით რომ კომენტარი არ მინდაო, მაგრამ აი მასაც ვკითხე, რაღაც ქირჩის მოსაზრება რომ დღეს ოპოზიციაში პირველობისთვის ბრძოლა მიდის, მაგრამ აი ლანა გალდავამ დღეს თქვა რომ თქვენმა თანაგუნდელმა რომ ბრძოლის ხაზი გადის ყველგან, სადაც ჩვენ თავს ვიგრძნობთ მთავარ ძალად ბრძოლის ველზე. ანუ ეს არის თქვენი ამოსავალი წერტილი დღეს, ან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რადგან თქვა სხვა მსხვილი პარტიები არ მონაწილეობენ, ანუ აქ დგას ლელო რომ თქვა თავარი თქვენ იყოთ და ლანა ცოტა უცნაურად ჩამოუყალიბებია წინადადებას. მე ვიზიარებ იმას, ლანა გალდავას პოზიციას, რომელიც ბევრჯერ უთქვამს და ყველას ერთად გვითქვამს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბრძოლის ველს, სადაც შეიძლება მოქალაქეების ინტერესები იქნეს გამოხატული. სადაც ივანიშვილის ხელისუფლება შეიძლება გამოაცალო ის ძალაუფლებრივი რაღაც მექანიზმები, რომელსაც ის იყენებს ხშირად რეპრესიებისთვის, ხშირად კორუფციისთვის და ასე შემდეგ. ამ შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ და ყველა ველზე ვიბრძოლით. ეს იქნება საპროტესტო აქციები. უნდა იყოს ლელო? არა,
იმიტომ რომ ბრძოლის, ნუ გავიგეთ, თქვენ თვითონ რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ აუცილებლად ყველაზე დიდები უნდა ვიყოთ, ჩვენ გვაქვს პრეტენზია სიმართლეზე, რისი გაკეთება შეიძლება, რა შრომის ჩადება შეიძლება ნებისმიერ პროცესში, ეს შეიძლება იყოს არჩევნები, ეს შეიძლება იყოს ოპოზიციის პირველობაზე პრეტენზია არ გააქვთ? რა თქმა უნდა, ყველა პარტიას ზოგადად უნდა პირველობა და ჩვენც გვინდა რომ პირველები ვიყოთ, გვინდა რომ არა მეორეები, არამედ პირველები ვიყოთ, გვინდა რომ მეტი მხარდამჭერი ვყავდეს, ამისთვის ვშრომობთ, ვესაუბრებით, ხშირად შეცდომებსაც ვაღიარებთ, რასაც უშვებთ და ვცდილობთ რომ მოქალაქეების ინტერესი უფრო სწორად და აქტიურად გამოვხატოთ. ამიტომაც არ ვაპირებთ არც ერთი საბრძოლო ველის დათმობას, არც ქართული ოცნებისთვის და არც ნიჰილიზმისთვის, რომლის დათესვასაც ივანიშვილი ცდილობს წლების განმავლობაში, რომ არაფერი არ გამოვა, ყველაფერი დაკარგულია და ასე შემდეგ. არა, ამ ქვეყანას თუ ქონდა გადარჩენის ისტორიები, როგორ გადარჩა საქართველოს და ქართული სახელმწიფო, ყოველთვის იყო უთანასწორო ბრძოლები, სადაც მოწინააღმდეგე იყო ბევრად უფრო ზოგჯერ აგრესიული, სასტიკი, შეიძლება ძლიერიც და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ ყოველთვის მივდიოდით წინ და რაღაც იმედს ვეჭიდებოდით, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, ცვლილებების მოტანა შეიძლება, მშვიდობიანად არჩევნების გზით მათ შორის არჩევნების გზით, იმიტომ რომ ჩვენ წლების განმავლობაში ყოველთვის ვამბობთ, რომ სტაბილურობა ამ ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ეს სტაბილურობა მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და სახელმწიფოსთვის და არა იმ კასტისთვის, რომელიც კორუფციის გზით, ძალადობის გზით ასე შემდეგ ცდილობს წლების განმავლობაში შეინარჩუნოს. ბოლო კითხვა და მოკლე პასუხსველი. თქვენ ადრე ბევრჯერ ამ სტუდიაშიც ისედაც საუბრობდით, რომ თუ კი ოპოზიცია იქნებოდა ერთიანი, იქნება ერთიანი კანდიდატი, დაპირისპირებოდით დედაქალაქში ხელისუფლებას და იქნება საერთოდ მარტო თბილისისთვის გებრძოლოთ, მოკლედ ბევრი ვერსია აქვს მოსმენილი. ეს იყო კომპრომისული ვერსია, ჩვენი კომპრომისული ვერსია. მაგრამ ახლა ეს ერთიანობა არ გამოვიდა და უკვე უცნობელია 8 პარტია ვინც არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. რას აპირებს ლელო? ანუ თქვენი კანდიდატი გეყოლებათ როგორც თქვენი პარტიიდან, ანუ პოლიტიკურ ლიდერს გულისხმობ თუ რაღაცა ვინც მონაწილეობთ, ან გარე პირი, მოკლედ გააქვთ უკვე ჩამოყალიბებული ყველა მუნიციპალიტეტში იბრძოლებთ თუ თბილისში და რა კანდიდატით? ჩვენ შევთავაზეთ პროდასალურ ოპოზიციურ პარტიებს კომპრომისად, რომ გამოგვენახა რაიმე შუალედური პოზიცია ბოიკოტსა და ტოტალურად მონაწილეობას შორის, თუმცა ეს არ არის ჯერჯერობით ატაცებული, ისე როგორც წარსული ინიციატივები თავის მხრივ. ამიტომ ამაზე არ ვცხოვრობთ, ბოლო შანსების გამოყენება, ახლა თუ შეიძლება რაიმე ტიპის ერთობაზე საუბარი, ამ ბოლო შანსებსაც აქტიურად გამოვიყენებთ და ბოლოს უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას რა ტიპის სტრატეგიას და ფორმას აირჩევს ჩვენ შემთხვევაში კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო. მადლობა დიდი, რომ პასუხობდით ჩემს კითხვებს. ირაკლი კუპრაძე, ლელო ძლიერი საქართველოსთვის გენერალური მდივანი იყო ღამის კურიერის სტუმარი.